გერმანული გამოცემა შპიგელის ცნობით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც მათი თქმით უნდა დაუწესდეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს. წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა გამოცემა შპიგელმა ეს ინფორმაცია და სავარაუდოდ 16 დეკემბერს სწორედ ამ ინიციატივას წამოაყენებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. კერძოდ შპიგელის წყაროს ცნობით ინიციატივას ევროკავშირის დონეზე თავის კოლეგებთან გერმანიის ევროპის მინისტრი ანა ლურმანი წარადგენს. შპიგელის თანახმად იგეგმება ეგრეთ წოდებულ მსურველთა კოალიციის ჩამოყალიბება, რომელიც დაეთანხმება გერმანიას ამ ინიციატივაში და სადაც განიხილავენ კონკრეტულად ინდივიდუალურ სანქციებს პირების მიმართ. მასალაში ასევე ნახსენები არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში სავიზო შეზღუდვა დაუწესდა 20-მდე პირს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს და შესაძლოა რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღოს ევროპამაც. გამოცემის თანახმად გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სანქციების მოსახლეობას არ შეეხოს და იყოს მიზანმიმართული კონკრეტული პირების მიმართ. ასევე განიხილება ეგრეთ წოდებული გეგმა B, ანუ სათადარიგო გეგმა, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის სანქციებს ვეტოს დაადებს უნგრეთი. შეგახსენებთ, რომ უკვე განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ვეტოს დაადებს ასეთ გადაწყვეტილებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით, თუ ასე მოხდა, განიხილება ეგრეთ წოდებული სათადარიგო გეგმა უნგრეთის გარეშე მოქმედების. ამაში შედის ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენელი ქვეყნები, ეს არის გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი და შეიმუშავებენ გეგმას იმისათვის, რომ დაუწესდეს სანქციები ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნგრეთის გვერდის ავლით. დიპლომატიური წრეების ცნობით ამ საქმესთან მიმართებით მსურველთა კოალიცია უნდა შეიქმნას, სანქციები უნდა იყოს ექსკლუზიური, ანუ ინდივიდუალური, რომლებიც მიმართულია მხოლოდ გარკვეული წარმომადგენლების წინააღმდეგ. კითხულობთ შპიგელის სტატიაში.